გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი თანამებრძოლი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, ალგან სადიგოვი, რომელიც დანაშაულებრივად გადასცა ამ რეჟიმმა აზერბაიჯანულ მხარეს, სისხლისამართლებრივი წესი დააკავეს ეს ადამიანი. ალბათ რაღაც შეთანხმება იყო, რომ ამ ადამიანის გადაცემიდან რაღაც პერიოდი ხელი არ მოეკიდებინათ, რომ ვითომ ამათ არ დაბრალებოდათ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე არის პატიმრობაში. ამათმა რაც გააკეთეს, ეს არის, რომ ჯერთ იყო საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა, მაგრამ არც ქართული და არც კაცური საქციელი არა, როდესაც შემოუკიდებლობ ადამიანს გადასცემა. ამიტომ აბსოლუტურად ყველა გვარი ზნეობრივი ერთი არის საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება და მეორე არის ქართული ტრადიციული დამოკიდებულება სტუმრის მიმართ თუნდაც რა. ამიტომ მეგობრებო, თქვენ იცით, რომ იმ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში ფაქტობრივად აი ესეთი ტიპის სოლიდარობის გამოხატვის საშუალება არ არსებობს. ავღანი ჩვენთან ერთად იყო მთელი წლის განმავლობაში თუ რამდენიმე წლის განმავლობაში და ჩვენთან ერთად იბრძოდა, თუ საერთო ბრძოლის ნაწილია. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ აი აქ კიდევ ერთად დავდგეთ. ერთად ყველა გვაქვს ავღანის სურათებით, რაღაცა სურათი შევქმნათ, შეძახილებით. აქედან გავაგონოთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას ჩვენ ვაგრძელებთ და კიდევ ერთხელ ვამხილოთ ეს რეჟიმი ესეთი არაადამიანური, არაკაცური და საერთოდ ზნეობისგან დაცლილი საქციელისგან. იმიტომ თქვენ იცით, მანამდე სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოიპარეს და გადასცეს და არათუ რუსეთის და არათუ მაგალითად ირანის მარიონეტია, ნებისმიერი მეზობელის ავტორიტარული ქვეყნის მარიონეტული ხელისუფლებაა და ვინც რაც უნდა იმას დაავალებს და თავში წამოარტყავს ამათ. ერთადერთი ვის წინაშეც აქვს ჭყალებში დიდი გული და ვის ლანძღვიდაც არიან დაკავებული, ეს არის ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები.